სიგიჟია. თავს ძალიან და თითქმის უკვე უმაღლეს წერტილში ვართ. მე ვერიკო ვარ, ველოსიპედისტი. ჩემი ველოსიპედის სიყვარული ბავშვობიდან მოიწყება და დღეს მთლიანად ამ პროცესში ვარ ჩართული. ცხოვრებაში ყველას ჩვენი მისია და იკიგაი გვაქვს. მე კი აღმოაჩინე, რომ ველოსიპედი სწორედ ჩემი იკიგაია. მოდი უფრო დეტალურად მივყვეთ თუ საერთოდ რას ვაკეთებ ამ სფეროში. ჩვენ ცხოვრებაში ზოგადად ყველას ჩვენი გზა გვაქვს. ჩემი გზა კი ველოსიპედს უკავშირდება. მთლიანად. ველოსიპედი ძალიან ბევრი ადამიანისთვის ბავშვობასთან ასოცირდება. ამას გარკვეული მიზეზები აქვს. როცა ბავშვი ხარ, შენ ცხოვრება არის ლაღი, თავისუფალი, სიყვარულით სავსე. ზუსტად ეს ემოციებია ის, რაც ველოსიპედს მოაქვს. ამ მომენტში კი, როცა უკვე დასრული ადამიანი ხარ და იხსენებ ველოსიპედს, შენთან ყოველთვის ამოტვირთდება ის ძვირფასი ემოციები, რაც ბავშვობა მოგცა. თუმცა დრო იცვლება და როცა ველოსიპედი შემოდის შენ ცხოვრებაში, ის თავდაყირად დგება. როგორც ჩემ შემთხვევაში მოხდა 2018 წელს. გზა იურისტობიდან ველოსიპედისტობამდე. ესაა ჩემი ცხოვრების გზა. ამაზე კარგ ცხოვრებაში ვერაფერს ვერ ვიზამდი. შეიძლება წვიმა, უსმინო მდინარის ხმას, დატკვე ძალიან ლამაზი ბუნებით და ისიამოვნო. უმაგრესი რამე არის შეიმეცნო ბუნება და საკუთარი თავიც. იმ პერიოდში იურისტობასთან ერთად ველოსიპედით მხოლოდ შაბათ-კვირას დავდიოდი. თუმცა დრო გავიდა და მივხვდი, რომ ველოსიპედი იყო იმაზე მეტი, ვიდრე ეს ერთი შეხედვით იყო. 2020-22 წლებში ჩემი ცხოვრება ისევ თავდაყირად დადგა. როცა იურისტობას თავი დავანებე და მთლიანად ჩემი ცხოვრება მივიწყენი ველოსფეროს. ჩემი პირველი ვლოგი YouTube-ზე 2021 წელს იყო, როცა ხევსურეთში გადავწყვეტ ველოტური. მაშინ ძალიან გამოსწორებული ვიყავი და ძალიან რთული იყო კამერასთან საერთოდ ორი სიტყვის თქმაც კი. ესაა ჩემი პირველი ვლოგი. თავის რეჩელება დავარქვათ და თუმცა დრო განვითარდა. დავიწყეთ ტუტორიალების გადაღება ველოსიპედთან დაკავშირებით. როგორ უნდა შეაკეთო საბურავი, როგორ უნდა გადააბა ჯაჭვი და ასე შემდეგ. ასევე გავაკეთეთ ველორჩევები, რომელიც ძალიან სასარგებლო აღმოჩნდა დამწყები ველომოყვარულებისთვის. და ვინაიდან გადაღება და ინფორმაციის გაზერება ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებდა, გადავწყვეტე YouTube-ზე უფრო ვრცელი ვლოგის სახით ვიდეოები დამედო ველოტურების შესახებ. და არა მარტო. დავიწყეთ ველოპოდკასტების გადაღებაც. სწორად ყავდა არაერთი ძალიან საინტერესო ადამიანი, უნივერსალური და უნიკალური გამოცდილები. ამან მომცა ძალიან დიდი გაზრდის საშუალება და წინ მიფიძგა, რომ არ გაჩერებულიყავი. შეიძლება გაგიჩნდეს კითხვა, რას ვაკეთებ დღეს ველოსფეროში? დღეს ჩემი დილა და საღამო მთავრდება ველოსიპედით. და აი როგორ. დილით ადგომა ადამიანების დიდ ნაწილს ეზარება. როცა გიწევს თბილი საწოლიდან გამოხვიდე სიცივეში და შევდგე დამღლელ ვარჯიშს აღმართებსა თუ დაღმართებში. ხშირად მსმენია ფრაზები ვერიკო, შენ გოგო ხარ, რად გიღირს ეს ტანჯვა და წამება? მაგრამ როცა გაქვს მიზანი, ეს ყველაფერი ღირს. მიზანი კი ამ სფეროში ბევრი აქვს. გავანახო ადამიანებს თუ რამდენად ღირებულია ველოსიპედი. მივცე мотиваცია და გავუზიარო ჩემი ცოდნა და გამოცდილება. რაც შეეხება ველოშეჯიბრებას. პირველად ველოშეჯიბრებაში მონაწილეობა 2021 წელს მივიღე. ჩემთვის ძალიან დიდი გამოწვევა იყო, რადგან მონაწილეობას იღებდნენ უკვე გამოცდილი გოგოები და ბიჭები და ჩემთვის ეს უდიდესი გამოწვევა იყო და მეძლია გარკვეული მანძილი კარგ დროში. იმდენად მეშინოდა, რომ წინა დღეს ლამის გადავიფიქრე შეჯიბრზე გამოსვლა, თუმცა გამოვიდა და პირველ ადგილს ავიკავე. ვერო! ზუსტად ეს იყო ის გადამწყვეტი მომენტი, როცა მივხვდი, რომ შეჯიბრებები თურმე მიყვარს. იმ წელს კიდევ სხვა ველოშეჯიბრებებიც იყო, სადაც პირველ ადგილს დავიკავე და ამან კიდევ ერთხელ მიფიძგა, რომ გამეკეთებინა მეტი. შეჯიბრებები ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი საქმიანობაა დღეს. ვარ საქართველოს ორგზის ეროვნული ჩემპიონი
თუმცა საქართველოს არ ყავს გოგოების ნაკრები და ბოლო 2 წელი რაც საერთოდ აღარ ჩატრებულა ბოლო შეჯიბრებები და მხოლოდ სამოყვარულო დონეზე როცა ტარდება შეჯიბრებები მხოლოდ მაშინ მიიღებ მონაწილეობას. რაც ერთი მხრივ მასედიანებს, თუმცა მეორე მხრივ არა, იმიტომ რომ მაქვს საშუალება ძალიან ბევრ გოგოს მივცე მოტივაცია, რომ არ დანებდნენ, არ გაჩერდნენ, იარონ წინ და ერთ დღესაც ჩვენ საქართველოში გვეყოლება გოგოების გუნდი. გარდა იმისა, რომ ჩემი დროის დიდი ნაწილი მიდის ჰიპოველოსა და ველოკულტურის განვითარებაში, დამატებით ვაკეთებ ერთ-ერთ ყველაზე საყოველთაო საქმიანობას. ვასწავლი ველოსიპედის მართვას ადამიანებს, ვინც არ იცის. გარდა ამისა, ვეხმარები ადამიანებს, რომელთაც სურთ უნარების განვითარება თასა თუ ბარში. რატომაც გვიყვარს ველოსიპედი არის ის, რომ როცა დადიხარ შენ ველოსიპედზე, დადიხარ აღმართებზე, შენი გონება არის ძალიან სუფთა. საერთოდ არ გახსოვს პრობლემები. საერთოდ არ გახსოვს არაფერი ცუდი და აი ამ წამს ხარ. ამ წამს გრძნობ, თავს ამ წამს გრძნობ აღმართებს. ველოსიპედს რაზეც იძლიერეს. ძალიან უცნაური შეგრძნება. ვერც აღწერ. ამაზე კარგად ვერ შეიგრძნობ. მომენტს და ცხოვრებას. შენ ველოსიპედი და ბუნება. მეტი რა გინდა ცხოვრებისთვის? ყველაზე მეტად რაც ველოსიპედში მომწონს არის ველოტურები. ველოსიპედში შეგიძლია იმოგზაურო და ისეთ ადგილებში მიხვიდე, სადაც ჩვეულებრივად ვერ მოხვდები. საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში ვარ ნაყოფი ველოსიპედით. გადასვლართ არაერთ უღელტეხილზე და გვინახავს შევდარებული ხედები. ესწრებით თითოეული რეგიონის კულტურას, მათ საკვებს, ასევე რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამყარებ ადგილობრივებთან ურთიერთობებს. შეიძლება ფიქრობ, რომ ველოსიპედისტობა მარტივია, მაგრამ ეგრე არ არის. შენ გჭირდება ნებისყოფა იმისთვის, რომ შენ მიაღწევ გარკვეულ მიზანს, მაგალითად ახვიდე აღმართში, იარო თოვსა თუ წვიმაში. ძენ ხალხს უთქვამთ, რაც არ გყავს, გაძლიერებს. ეგრე არის ჩემ შემთხვევაშიც. სირთულების დაძლევით უფრო და უფრო ძლიერდები. გარდა ამისა, ჩვენს ვერ საკმაოდ ტრამულია და გიტოვებს ისეთ ჩემს, როგორც მე მაქვს სახეზე. რაც არ უნდა გეწინააღმდეგებოდან ოჯახის წევრები, ან საზოგადოება, მაინც ის უნდა აკეთო, რაც რეალურად გიყვარს, რაც რეალურად სიამოვნებას განიჭებს. რისთვისაც შენ არ გენანება არანაირი დრო. მე ვერიკო ვარ და ჩემთვის ველოსიპედი არის ცხოვრება. თავისი სილამაზეებით, სირთულეებით, დაცემებით და ბევრი მცდელობებით.